არაცნობიერი არის უხილავი ენერგიებისა და ძალების გასაოცარი სამყარო. ესაა ინტელექტის ფორმები და განსხვავებული პიროვნებები, რომლებიც ჩვენში ცხოვრობენ. ესაა ბევრად უფრო ფართო სფერო, ვიდრე ჩვენ ვაცნობიერებთ, რომელსაც თავისი საკუთარი ცხოვრება გააჩნია და იგი მიმდინარეობს იმ ჩვეულებრივი ცხოვრების პარალელურად, რომელსაც ყოველდღიურად გავდივართ. არაცნობიერი ჩვენი აზრების, შეგრძნებებისა და ქმედებების დიდი ნაწილის საიდუმლო წყაროს წარმოადგენს. ისინი ჩვენზე ძალიან დიდ გავლენას ახდენენ, რადგან წინასწარ განუსაზღვრენი არიან. ჩვენგან უმრავლესობას გააჩნია ინტუიციური გაგება იმის შესახებ, თუ რა იგულისხმება ტერმინ არაცნობიერში. ჩვენ ვაკავშირებთ ამ იდეას უამრავ გამოცდილებასთან, პატარასთან თუ დიდთან, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან გადახლართული. ჩვენ ყველას გვგონია ცნობიერთან რაღაცის გაკეთების გამოცდილება, როდესაც ჩვენი გონება სხვაგან დაქროდა და შემდეგ გაკვირვებული ყოფილვართ ჩადენილი ქმედებით. გაგვახსენდება შემთხვევა, როცა საუბრისას დაგვიფიქსირებია მყარი აზრი ან დამოკიდებულება საკითხისადმი, რომელიც არც კი ვიცოდით, რომ ცნობიერად გაგვაჩნდა. ზოგჯერ გვიყვირს, საიდან მოვიდა ეს? მე არ ვიცოდი თუ ასე განვიცდიდი ამას. რაც უფრო მგრძნობიარენი გავხდებით არაცნობიერის ენერგიის ტალღების მიმართ, ჩვენ ვისწავლით განსხვავებული შეკითხვის დასმას. ჩემში რა ნაწილს ჯერა ამ ასპექტის? რატომ იწვევს ეს საგანი ჩემი მხრიდან ასეთ მძაფრ რეაქციას? ჩვენ ვსწავლობთ საკითხზე უფრო დეტალურ დაკვირვებას. ის, რაც გვემართება, არის არაცნობიერიდან ენერგიის უეცარი შემოჭრის აქტი. თუ ვფიქრობ, რომ ეს მე არ ვარ, მაშინ გამოდის ვერ ვიაზრებ, რომ ეს მე ასევე მოიცავს ჩემს არაცნობიერ გონებას. საკუთარი თავის ამ დაფარულ ნაწილებს გააჩნიათ ძლიერი შეგრძნებები და თვითგამოხატვის სურვილი. თუმცა, სანამ ჩვენ შინაგანი სამუშაოს შესრულებას არ ვისწავლით, ჩვენი ეს ნაწილები ცნობიერი ხედვიდან დაფარული რჩებიან. ზოგჯერ ეს ფარული პიროვნებები სამარცხვინოები ან ძალადობრივები არიან. ამიტომაც ჩვენ თავს დამცირებულად გვაგრძნობინებენ, როცა ისინი საკუთარ თავს ავლენენ. სხვა დროს კი ჩვენს არსებაში ვაღვიძებთ ძალასა და კარგ თვისებებს, რომელთა არსებობის შესახებ არასდროს ვიცოდით. ჩვენ ვიყენებთ ფარულ რესურსებს და ვაკეთებთ იმას, რასაც ჩვეულებრივ არ ვაკეთებდით ხოლმე. ვამბობთ რაღაც უფრო მკაფიოსა და ინტელექტუალურს, ვიდრე ოდესმე შეგვეძლო რომ გვეთქვა. გამოვხატავთ სიბრძნეს, რომელიც არ ვიცოდით რომ გვქონდა და ვიჩენთ კეთილშობილებას, რისი გაკეთებაც არასდროს ვიცოდით რომ შეგვეძლო. თითოეულ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს გაუგნებული რეაქცია. მე იმისგან განსხვავებული ადამიანი ვარ, ვიდრე მეგონა. მაქვს დადებითი და უარყოფითი თვისებები, რომლებიც არ ვიცოდი, რომ ჩემი არსების ნაწილი იყვნენ. მოცემული თვისებები ცხოვრობენ არაცნობიერში, მხედველობისა და გონების მიღმა. ჩვენ ყველანი იმაზე მეტნი ვართ, ვიდრე მე, რომლის შესახებაც ვიცით. ჩვენს ცნობიერ გონებას მთლიანი არსების მხოლოდ შეზღუდულ ნაწილზე შეუძლია ფოკუსირება დროის ნებისმიერ მონაკვეთში.